აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვადასხვა პროგრამების შესახებ დევნილები ინფორმაციის მიღებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. ბიუროკრატიული ბარიერი მოხსნილია და დღეიდან ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლითაც მოქალაქეებს აფხაზეთის მთავრობასთან კომუნიკაცია უმარტივდებათ. პარალელურად კი შესაძლებლობა უჩნდებათ მეტი იცოდნენ ჯანდაცვის, სოციალურ თუ სხვა მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე. ცხელი ხაზის ამოქმედებამდე აფხაზეთის მთავრობამ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებიც გამართა. დევნილ მოსახლეობას შეეძლება დარეკონ 153-ზე ცხელ ხაზზე, ემოდი ჩვენს სინჯოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზარი არის უფასო. დღეიდან ცხელი ხაზის საშუალებით აფხაზეთიდან დევნილებს ეძლებათ შესაძლებლობა აფხაზეთის მთავრობას ხმა უფრო მარტივად მიაწვდინონ და თავიანთი საჭიროებები ამ ფორმით დააფიქსირონ. ამ ნომერზე დარეკვით დევნილები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ პროგრამებზე, როგორიც არის მაგალითად ჯანდაცვა, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები და სხვა. მათ შეეძლებათ გაეცნონ ყველა იმ საჭიროებებს, რაც მათ აინტერესებთ. ასევე ჩვენ გვყავს მონიტორინგის სამსახური, რომელიც გააკონტროლებს ამ ზარებს და გააკონტროლებს პროდუქტიულობას ამ ზარებზე პასუხის და შესრულების. თუ მაგალითად აქვთ პრობლემა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ზარი შემოვა, ჩვენ გავეცნობით მყისიერად და მყისიერად გაეცემათ პასუხი და რა თქმა უნდა შესაბამისად მოხდება რეაგირება. აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიღებულ ინფორმაციას საფუძვლიანად შეისწავლიან და მათზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენენ. ცხელი ხაზი კი კომუნიკაციაში დაეხმარებათ. ცხელ ხაზზე უამრავი ზარი შემოვიდა, რაც მოსალოდნელი იყო, ამ გზით მოსახლეობას გაუმარტივდა სამინისტრო სერვისებზე ცნობა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციასა და საჭიროებების გათვალისწინებით შესაძლებლობა მოგვეცემა სამომავლო პროგრამების დაგეგმვის პროცესში მათი მოთხოვნები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თავის კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად ზრუნავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდების განათლებაზე, სპორტზე და კულტურაზე. ჩვენ გვაქვს არაერთი ხარდამჭერი პროგრამა სტუდენტების, როგორც ბაკალავრების, ისე მაგისტრანტების და ასევე სხვა აკრედიტირებული პროგრამების მიმართულებით. შესაბამისად, დეტალური ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება მიიღონ ოპერატიულ რეჟიმში. ცხელი ხაზის ამოქმედებამდე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა რეგიონებში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. მოსახლეობას შესაბამისი ბროშურებით დაურიგდა. თქვენ დაუკავშირდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელ ხაზს. აქამდე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით ამა თუ იმ სამთავრობო სტრუქტურაში ფიზიკურად მისვლა და განცხადების ჩაბარება უწევდა. ახლა კი ეს ბიუროკრატიული ბარიერი მოიხსნა. ცხელი ხაზის ოპერატორისგან ინფორმაციის მიღება აფხაზურ ენაზეცაა შესაძლებელი.